დილა მშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს Facebook სტატუსების გამო სასამართლოში იბარებენ მათ წინააღმდეგ ქართული ოცნება ჩივის, რომელიც ამ ეტაპზე შეურაცხყოფაში 12 პირს ადანაშაულებს. ნანუკა ჟორჟოლიანი, ვახო სანაია, ვიკა ბუკია, ეკა მიშველაძე, დეა მამისეიშვილი, მარიამ გეგუჩაძე, ანა სუბელიანი, ბაია პატარაია, ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ქადაგიძე. დღეს სასამართლოში სწორედ ამ ადამიანებს ელოდებიან, რათა ახსნან, რატომ დაწერეს სოციალურ ქსელში ის სტატუსები, რომელიც დაწერეს. მაშას შეტევა Facebook სტატუსებზე. დღეს ამით ვიწყებთ და ვიწყებთ ნანუკა ჟორჟოლიანის ჩართვით, რომელიც როგორც გითხარით, ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ქართული ოცნება შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ნანუკა, მოგესალმებით და მადლობა რომ გვითმობთ დროს. ნანუკა, გესმით ჩემი ხმა? მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. მოგესალმებით. ნანუკა, თქვენ ერთ-ერთი ხართ მათ შორის, ვუთხარი კიდეც რამდენიმე წამის წინ ეს მაყურებელს, ვინც Facebook სტატუსის გამო დღეს სასამართლოშია დაბარებული. საქმე ეხება პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას, რაზეც ფრაქცია ქართული ოცნების მიმართვის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. აი, პირველ რიგში რა შინაარსის პოზიცია საუბარი, რა სწერდით ისეც, რის გამოც სასამართლოში აღმოჩნდით და აქვე აი ამ სურათის შეფასებაც რომ გავაკეთოთ, ეხლა პოლიტიკოსები ამბობენ, რომ სოციალურ ქსელებში გამოთქმული მწვავე შეფასებების გამო კონკრეტული ადამიანების სასამართლოში დაბარება ეს საგანგაშო პრეცედენტია. თქვენთვის რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? მოგესალმებით. მწვავე შეფასებას ვერ დავარქმევდი, ჯერ უნდა ითქვას, რომ გუშინ ვის ნახევარს დამირეკეს მას შორის წესის სასამართლო უკვე აღარ უნდა მუშაობდეს. საინტერესო დეტალია ის, რომ გუშინ შევიდა სარჩელი სასამართლოში და გუშინვე ჩანიშნეს დღეს პროცესი. ანუ სიჩქარეა, რაღაცა ჩქარობს ხელისუფლება ფაქტია, საერთოდ 11 საათზე მიუტანეს ღამე ვახოს რაღაც საქმე ჩააბარეს, ღამის 11 საათზე. მე საერთოდ არ ჩამაბარეს, დღეს დავრეკეთ და მოვითხოვეთ და საქმეში დევს შემდეგი სტატუსები. თქვენ ალბათ გახსოვთ, როდესაც მარიამ ლაშხმა კომენტარი გააკეთა, რომ მას მასონების ხმები ესმის, კონტექსტი ხონდა იცოდეს მაყურებელმა და Deep State-თან პირდაპირ ხაზია, თქვენ გახსოვთ ალბათ ეს. მაშინ მას ვუწოდე დურა. ანუ ის კი არა რომ მწვავედ შევაფასე ან გავლანძღე, არა, უბრალოდ ვუწოდე ბატისმაილია იქ. და ბატისმაილთან ერთად არის დურა წერია. ანუ მარიამ ლაშხმა დაახლოებით 6 თვის წინ დაწერილი ეს სტატუსი ჩათვალა დღეს შეურაცხმყოფელად და ამის გამოჩივის. მეორე ასევე არის ის, რომ უბრალოდ მიდევს ფოტო, სადაც წერია, რომ ეს არის მარიამ ლაშხის სახლი. მე არაფერი სტატუსში მეტი არ მიწერია, უბრალოდ რაზე საუბარი, იმიტომ რომ არ დავწერდი აქ. მაყურებელმა არ მინდა ჩათვალოს, რომ ვინმე ამბობს, რომ მარიამ ლაშხს არ აკადრებდა თუნდაც იმას, რომ რუსეთის მონა დაუძახო. არა, მაგაზე კი არ არის საუბარი. უბრალოდ საუბარი არის სიგიჟის ზღვარზე. და ასევე არის კიდევ დღეს დილით გავიგე, რომ ასევე წულუკიანზეც მიჩივიან, როდესაც ანწუხელიძის კონტექსტში, რადგან ახლა დილაა და არ ვიცი ხა ეთერში რამდენი, რაღაცა პატარა აბრევიატურა დავწერე 400-ი, რაც მეტყოლებდა იმას, რომ წულუკიანს ვაგინებდი. შესაბამისად, ესეც კონტექსტი ხო გასათვალისწინებელია, ეს არის, როდესაც დილით გავიღვიძეთ და წულუკიანმა ეჩქვეშ დაგვიყენა ანწუხელიძის გმირობა და ეს იყო ეს ემოცია. ნახეთ ახლა რა ხდება, მიუხედავად იმისა, რომ თია წულუკიანი დღეს დავდეკიდეთ ჩემ გვერდზე, როდესაც იუსტიციის მინისტრი იყო, ამბობდა, რომ ამ ქვეყანაში თუ სიტყვები, უხამსი სიტყვები აიგზალება და გინება, ჩვენ ყველანი ციხეში აღმოჩნდებითო. მაშინ ეს სიგიჟეთ ეჩვენებოდა თვით მაშინდელ იუსტიციის მინისტრ თია წულუკიანს, რასაც ახლა ჩადის. მეორე საკითხი არის ის, რომ მე მაინც მგონია, გუშინაც ჩემი ვარაუდი გამოვთქვი ეთერში და დღესაც, რომ რაღაც სხვა თემას ფარავს. ერთი ეს შეიძლება იყოს ის, რომ მაყურებელმა არ ვიცი იცის თუ არა ეს ამბავი არ გაჟღერდა ისე, როგორც საჭირო იყო. 3 დღის წინ გლდანის პოლიციის სამმართველოში შემოაკვდათ მოქალაქე და იმდენად ხმაურიანი იყო ეს ამბავი იმ წუთას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ამბის გაჟღერებამდე მოუწია დადასტურება ამ ამბის და თქმა თავად გაჟღერება. თქვენ იცით, რომ ისინი როგორც წესი არ აჟღერებენ ხოლმე, მოყვნენ სხვანაირად, რომ ადამიანი დილით გამთენისას, ანუ ღამე რო პოლიციაში იყო, დილით რეანიმაციაში გარდაიცვალა, რა უნდოდა დილით გამთენისას ადამიანს რეანიმაციაში, როდესაც წინა ღამით იყო პოლიციაში. მეორე საკითხი ის, რომ არ ავრცელებენ ვიდეოს შეყვანის ვიდეოკამერა თქვენ
თქვენთვის რომ ყველა პოლიციის შესასვლელი და გასასვლელი ვიდეოკამერებით არის აღჭურვილი, მაგრამ არ ავრცელებენ ამ ვიდეოკამერებს ეს ადამიანი რა მდგომარეობაში შეიყვანეს და რა მდგომარეობაში გამოიყვანეს, საერთოდ როგორ გამოიყვანეს, საკაცით თუ ასე შემდეგ. ერთი შეიძლება იყოს ვარაუდი, რომ ამ ამბავს ფარავენ და მეორე შეიძლება იყოს ვარაუდი, რომ დღეს 4 საათზე მათედევიძის სასამართლო პროცესია სახალხო სასამართლოში და აქვე მინდა ყველას მოუწოდო, რომ მოდით დღეს სახალხო სასამართლოში მათეს საგულშემატკივროთ და შეიძლება არსებობს ძალიან ისეთი ვარაუდი, რომ მათეს დღეს განაჩენი დაუდგება, მათეს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ზოგადად მინდა მაყურებელმა იცოდეს, რომ ბოლო კვლევები ამბობს იმას, რომ ამ ქვეყნის 75% ამბობს, რომ აი ეს პატიმრები, სინდისის პატიმრები უნდა გამოუშვან გარეთ. ანუ ხელისუფლების ამ უმრჩეველიც კი ფიქრობს, რომ ეს ბავშვები გარეთ უნდა გამოუშვან. შესაძლოა ეს განწყობა რომ იცის იმ ხელისუფლება წოდებულმა, რომელიც იმართება სულ ამ რაღაცა კვლევებით, შესაძლოა მათეს განაჩენი რომ არ იქნება ესეთი მარტივი იციან და დღეს უნდათ ფოკუსის გადატანა აი ამ ადამიანებზე. ნანუკა. დიახ. ესე იგი, აი ეს თემა მინდა ფაქტია ის, რომ აი სწორედ შეტევაზე ვსაუბრობთ დღეს Facebook სტატუსებთან მიმართებაში, თუ კი გადაფარვა იყო ამის მცდელობა, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოუვიდა კიდეც ქართულ ოცნებას ეს გათვლა. არა, ჯერ არ გამოსვლია მათეს პროცესი 4 საათზეა და ამიტომ ნახოთ რა მოხდება. კარგი, ნახოთ რა მოხდება. იქამდე კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, აი სწორედ იმ თემაზე, რაზეც დავიწყეთ საუბარი, არასამთავრობო სექტორში პოლიტიკურ სპექტრში ისმის შეფასებები, რომ ამ ყველაფრის მიზანია საზოგადოების თავისუფალი ნების გატეხვა. აი სწორედ ამ კონტექსტში მინდა ახლა ვკითხოთ, რა იქნება ხელისუფლების შემზღუდავ კანონებზე, ხისტ ნაბიჯებზე თქვენი აი საზოგადოებისთვის აქტიური პირების პასუხი. ის რასაც პროტესტის გასანეიტრალებლად და მისანელებლად ახლა აკეთებს ქართული ოცნება. თქვენი აზრით რა გავლენას მოახდენს თვითონ პროტესტზე? ნახეთ როგორ არის, რა თქმა უნდა, მეტნაკლები გავლენა მას ექნება, როგორც მაგალითად ჰქონდა ჯარიმებს, იმიტომ რომ ამ ჯარიმებმა პროცესი ვერ მოკლა, ჯერ კიდევ რუსთაველზე ვახერხებთ იმას, რომ გზის გადაკეტვა ხდება, მაგრამ არა იმდენი ადამიანით, რამდენითაც ვიყავით, ხო? რა თქმა უნდა, იმდენი სტატუსი არ დაიწერება მარიამ ლაშხი მონა არის თუ არა, მაგრამ დაიწერება. და მე ვფიქრობ, რომ კი დურა და ეს დურა სპეციალურად შერჩეული რუსული სიტყვა ალბათ ხდება მაყურებელი, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ deep state-ის და მასონების ხმები ესმის. და კი მე ვფიქრობ, რომ ყველა დედაც, ვინც ფიქრობს, რომ ვინც ანწუხელიძის გმირობას ეჭქვეშ აყენებს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანის პასუხი იქნება შესაბამისი და იგივე და თან ქართული სიტყვათა წყობა ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც წყევლა მანამდე არ არსებობდა მათთვის და უწევ ახლა წყევლას პრობლემა გახდა და ამბობენ, რომ ამ საკანონმდებლო ნაწილზეც მუშაობენ, რომ რაღაც გამართონ და წყევლა თურმე აიკრძალოს, ამაზეც კი საუბრობენ თურმე, შესაბამისად ჩვენ რაღაცნაირად მოვახერხებთ, რომ მაინც გაიგებს მარიამ ლაშხი და თეა წულკიანი მასე რას ვფიქრობთ. კარგი და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, ხა ფაქტია რომ ხელისუფლებამ ასე ვთქვათ პრაქტიკაში დაიწყო იმ კანონების ამოქმედება და იმპლემენტაცია, რომელიც ბოლო პერიოდში იყო მიღებული. თუმცა თუ ისინი გიჩივიან, თქვენც შეგიძლიათ ხო უჩივოთ, აი უჩივლოთ ქართული ოცნების ცალკეული წევრი, მაგალითად დიმიტრი სამხარაძე, ისე როგორც ქართული ოცნების არაერთი მხარდამჭერი, არანაკლებ გაგინებენ და გაყენებენ შეურაცხყოფას. აი რას აპირებთ სამიზნე პირები, ასე ვთქვათ, ხო, მაგრამ მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ისე როგორც კომუნიკაციების კომისიას. დიახ, ნახეთ როგორ არის კანონში რა წერია. კანონი იცავს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირს. ანუ ეს კანონი, რომელიც მიიღეს დღეს იურისტი მიხსნიდა მაგას, არ იცავს რიგით მოქალაქეს. ანუ თქვენ ჩვენს მაყურებელს ეს კანონი არ დაიცავს. ეს კანონი მიიღეს სპეციალურად მაღალი თანამდებობის პირებისთვის, პოლიტიკური ფიგურებისთვის. ანუ საკუთარი თავისთვის მიიღეს. ერთადერთი თუ ამ კანონით მოქმედების არეალი შეუძლია რომ იმოქმედოს და ასე შემდეგ, მხოლოდ პოლიტიკოსმა ან მაღალი თანამდებობის პირმა. ჩვენ მოქალაქეები ამ კანონით თავს ვერ გავიცავთ. კარგი. ნანუკა, მადლობა ჩართვისთვის, დაგემშვიდობებით და რა თქმა უნდა, თქვენი საკითხი რჩება მედიის ყურადღების ცენტრში ჩვენ ასე ვთქვათ, ვადევნებთ თვალყურს იმ პროცესებს, რაც დღეს იქნება სასამართლოში. ახლა კი ნიუსრუმი და ჩვენი პირველი სტუმარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილია ჩვენთან ერთად. ბატონ დავით, გამარჯობა და მადლობა რომ გვესწრეთ. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. ბატონ დავით, აი დავიწყოთ სწორედ იმ საკითხის შეფასება, რაზეც ახლა ნანუკა ჟორჟოლიანთან ვსაუბრობდით, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ქართული ოცნების წევრებთან დაკავშირებული Facebook სტატუსების გამო იბარებენ სასამართლოში, როგორც ცნობილი ხდება, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოება, სწორედ პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტებზე მიმდინარეობს საგამოძიებო უწყებას სამართალდარღვევის შესახებ მიმართა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკამ
მიმდინარეზე. აი რას ნიშნავს, როცა Facebook-ზე გაკეთებული შეფასების გამო გიჩივიან? მსგავსი რამდენად არის დამახასიათებელი დემოკრატიული ქვეყნებისთვის და თუ კი დემოკრატიებში ასეთი რამ არ ხდება, მაშინ სად და რა ტიპის ქვეყნებში ხდება? ცითრა სამწუხაროდ არ მესმოდა ნანუკას ხმა წარმატებები მას როგორც საკუთარი ისე ქვეყნის ღირსების დაცვაში და ყველა მის თანამებრძოლს ისინი აკეთებენ ყველა ჩვენთაგანის საქმეს და გამძლეობა და გამარჯვება მათ. და რაც შეეხება თქვენს კითხვას, იცით რა დინარაძეს რაღაცა გაგონილი მაინც უნდა კონდეს, რომ დემოკრატიული სტანდარტები უნივერსალურია, თაობებს უზრუნვიათ მათზე და საქართველოს აი ამ სტანდარტების ადაპტაციის გზაზე იდგა დღიდან თავისი დამოუკიდებლობისა. და ეხლა ხდება აი ამ სტანდარტებისგან გადახვევა ძალიან სწრაფი ტემპებით. ეს თემა საჯარო ფიგურების შაურაცხყოფისა ერთ-ერთი არის აი ამ ჩვენი დემოკრატიული სტანდარტებიდან გადახვევის გზაზე და იმიტომ არის ეს გადახვევა, იმიტომ არის ეს საერთაშორისო ცივილიზებული სამართლებრივი ურთიერთობების უგულებელყოფა, რომ ჯერ ერთი ამ სტანდარტებში ზის საჯარო ფიგურებისათვის თმენის უფრო მაღალი ვალდებულება, ვიდრე ეს იქნებიან კერძო ფიზიკური პირები, ხო, მათ მიმართ ის რაც შეურაცხყოფად შეიძლება ვინმეს მიერ იყოს აღქმული, ეს არის ჩვეულებრივი დამოკიდებულება, რახან ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანა წარმოადგინოს და ერის ლიდერად თუ მამად მოგვევლინოს, მაშინ ამ ერის წარმომადგენლებისაგან მწარე სიტყვების გაგონებისთვის მზად უნდა იყოს და ამის თმენაც უნდა მაგალითად შეურაცხყოფელია თუ არა თქვენი შეფასებით და აქვე დაგისვათ კიდევ ერთ კითხვას. ახლა მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო პარლამენტმა კანონი, რომლის მიხედვითაც სწორედ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფა ლანძღვაგინება გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით, ხოლო მისი განმეორების შემთხვევაში ჯარიმა იზრდება უკვე 2500 ლარიდან 6000 ლარამდე, ისე როგორც ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ადის 60 დღემდე. აი ქართულ ოცნებაში სურთ, რომ არც ეთერებში, არც სოციალურ ქსელში არსად მართლ პარტიას და მის წევრებს არ ლანძღავდნენ და აგინებდნენ. აი უშუალოდ ლანძღვაგინებას რაც შეეხება. ხა ერთია როცა ვთქვათ პოლიტიკური თანამდებობის პირს უარყოფით კონტექსტში მოიხსენებ მის საქმიანობას, არაფასებ დადებითად სვამ კითხვებს და გაქვს მოკლედ ვთქვათ უარყოფითი შეფასებები, თუმცა მეორეა შეურაცხყოფა. აი მართლაც ხომ არ უნდა იყოს გარკვეული ზღვარი, რომლის იქითაც არავინ უნდა გავიდეს. ხა პოლონური მაგალითი აქტუალური გახდა, მახსენდება ვთქვათ ტუსკს ხან გერმანიის აგენტს ეძახიან ოპონენტები, ხან რუსეთის აგენტს, ხან რის აგენტს, ხან რის აგენტს. ჩვეულებრივი ამბავია. როცა შედიხარ დემოკრატიულ პოლიტიკურ სივრცეში და იქ გინდა, ესე იგი, გამარჯვებას მიაღწიო, ასეთი რამეებისათვის მზად უნდა იყო და ადამიანებს დისკურსი არ უნდა უკონტროლო, მით უმეტეს ძალიან სუბიექტურად. ეს არის ნორმა, ეს არის სტანდარტი, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, დემოკრატიული და უნივერსალური, იმიტომ რომ მას არღვევენ ავტორიტარულ ქვეყნებში. მაშინ გამოაცხადონ პირდაპირ, რომ დემოკრატია აღარ არის ღირებულება და ავტორიტარიზმს აშენებენ. ხო, იყვნენ თანამიმდევრულები და უფრო გასაგები იქნება, რასთან გვაქვს საქმე. და მეორე, რატომაც ესეთი ნაბიჯები არის დაუშვებელი, რაზეც მეკითხებით, არის ის, რომ ცალსახა პოლიტიკური დევნის სახე აქვს და ცალსახად სალმხრივად არის მიმართული. ანუ ის არ ეხება ოპოზიციის, ან სამოქალაქო სექტორის, ან ჟურნალისტების წარმომადგენელთა შეურაცხყოფას, გინებას, ყველაზე უფრო უშვერი სიტყვების გამოყენებას მათ მიმართ, არანაირად არ ეხება, არადა ამ სივრცეში ვართ, ეს ყოველდღიურობად იქცა, წლებია უკვე, ესე იგი, ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან, მათ შორის მაღალი ტრიბუნებიდანაც ოპონენტების შეურაცხყოფა სტანდარტად დაამკვიდრეს და აი ამაზე არავითარი, თქვათ, რეაქცია არ არის ამ საკანონმდებლო ცვლილებებში. და არ სამართალდამცავი სტრუქტურები ამაზე არ დარდობენ, ხო? ესე იგი, ეს არის პოლიტიკური დევნა, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის ან ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ არის კანონები მიღებული.
ბადო დავით, აი როცა იმ შემზღუდავ ნაბიჯებზე ვსაუბრობთ, რასაც ქართული ოცნება დგავს ბოლო პერიოდის განმავლობაში, არ ვიცი, პროტესტის შესაკავებლად თუ განსხვავებული აზრის შესაკავებლად აქ ჩნდება კითხვა, რამდენად მუშაობს აი ხელისუფლების გეგმა თუ გათვლა, ასე ვთქვათ, ანუ რა გავლენას მოახდენს ეს თუ სხვა შემზღუდავი კანონები პროტესტზე მოქალაქეებზე გამოხატონ საკუთარი თავი. აი ამ თვალსაზრისით რას ფიქრობთ? ქართული ოცნება შეძლებს, როგორ ფიქრობთ, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების შეკავებას აი იმ კანონებით, რომელსაც ბოლო პერიოდში ვხედავთ? იცით რა, ავტორიტარიზმი ბევრ ქვეყანაში დამყარებულა, თუ ხელისუფლება ამ გზას ადგება უკან მოუხედავად, თუ მისი შემაკავებელი ძლიერი ძალა არ არსებობს არანაირი, შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს. უბრალოდ მე იმედს ვიტოვებ, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ყოველთვის იყო მრავალრიცხოვანი, ძალიან აქტიური, ვიტყოდი, რომ ამაში გარკვეული ფართო გაგებით პოლიტიკური ოპოზიციის შეყვანაც შეიძლება აი ამ სამოქალაქო საზოგადოების ცნების ქვეშ მოაზრება და პლუს კიდევ საერთაშორისო თანამეგობრობა, ხო? ეს ყველაფერი არის წინააღმდეგობები, რომლის გადალახვაც იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას გაუჭირდება და ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ ძალიან არასწორ გზას ადგას. და ეს გზა არის, საზოგადოების არა მხოლოდ ავტორიტარიზმის დამყარების, არამედ საზოგადოების საშიში გახლეჩვის, საშიშ დონეზე გახლეჩვის. აი როგორ უნდა უპირისპირდებოდეს ბატონ დავით სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები იმას, რასაც ვხედავთ, არ დაემორჩილონ კანონებს, რომელსაც ხელისუფლება და პარლამენტი იღებს, თუ აი რაში ხედავთ გამოსავალს? წინააღმდეგობა როგორ უნდა არ დამორჩილების სხვადასხვა ფორმები არსებობს, მე ვერავის ვერ მოუწოდებ. თუ პირადი მაგალითს ვერ ვაძლევ ამისას, რომ ადამიანი ტყეში გავიდეს და საერთოდ არანაირი, თქვათ, ნაბიჯი არ გადადგას, რაც შეიძლება სახელმწიფოსადმი მორჩილებად იყოს აღქმული, ხო? ამისკენ ვერ მოუწოდებ, მაგრამ პროტესტის არ დამორჩილების სხვა ფორმებიც არსებობს, მათ შორის ხმის ამაღლება, აქციები, რომლებიც იმართება და ნებისმიერი თუნდაც რომ ვლაპარაკობთ და ამას ვგმობთ და ამ ყველაფერში ვხედავთ ქვეყნის დამღუპველ ნაბიჯებს, ხო? ამაზე ხმამაღალი საუბარი ასევე არის დაუმორჩილებლობის გარკვეული ფორმა. ვისაც რა შეუძლია, იმიტომ რომ ეს ქვეყანას დაღუპავს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ასეთი კანონებია ქვეყანაში, იგი ყველას მიმართ იქნება გამოყენებული. ვიზზეც უცებ ხელისუფლების წარმომადგენლებს რაიმე თქვათ სურვილი გაუჩნდებათ რომ დასაჯონ. აქ არ არის ლაპარაკი დღევანდელ ოპოზიციაზე, გუშინდელ ოპოზიციაზე, ხვალინდელ ოპოზიციაზე, არამედ ყველაზე. ადამიანი ხდება სრულიად დაუცველი მოწყვლადი სახელმწიფოს მაღალი რანგის ჩინოვნიკების წინაშე, ან თუნდაც შეიძლება პატარა წარმომადგენლის, მაგრამ აი რიგითი ადამიანის მიმართ ტრულად განწყობილი ფორმიანი ადამიანის წინაშე. გადავიდეთ, მოდით ბატონ დავით, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. სერიოზული პრობლემები აქვს საქართველოს, მათ შორის აგერ უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე გვემუქრება, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაზეც ვსაუბრობთ, რომ ადამიანებს Facebook სტატუსების გამო უჩივიან და იბარებენ სასამართლოში. ამასობაში კი აი დონალდ ტუსკი, რომელიც ევროკავშირის წევრი პოლონეთის პრემიერ-მინისტრია, უკვე ხმამაღლა ამბობს, რომ განიხილება უვიზო მიმოსვლის შეჩერება მათ შორის საქართველოსთან. ის ამის მიზეზად ხა არალეგალური მიგრაციის რისკს ასახელებს, თუმცა რაც არ უნდა იყოს მიზეზი, თავარი არის ის, რომ ასეთი გეგმა განიხილება. ციტატა: მზად ვარ ყველა მეთოდი გამოვიყენო საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რომ არალეგალური მიგრაციის რისკი შევამციროთ, საჭირო უმრავლესობას ვქმნით, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა მათ შორის საქართველოსთან. აი როგორ ფიქრობთ, რატომ დაიწყო ევროკავშირმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლონეთმა ამაზე ფიქრი, აი ეს არალეგალური მიგრაცია, რაზეც ტუსკი აპელირებს, ეს ხომ არ არის უბრალოდ ის მიზეზი, რითაც პოლონეთი, ასე ვთქვათ, ამ გეგმის გამართლებას ცდილობს. ზედა ამ განცხადებაში, რა თქმა უნდა, არის შიდა პოლონური პოლიტიკური კონტექსტი, იქაური დაპირისპირებები პარტიებს შორის, იქ არჩევნები ახლახანს დამთავრდა. ჩვენი პოლიტიკური კონტექსტი. საზოგადოებრივ განწყობებს ირეკლავს ტუსკის განცხადება, იგი ვალდებულია ამ განწყობებზე რეაგირება კონდეს, მაგრამ არამც და არამც საქართველოს არ მოხვდებოდა ამ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლის წინააღმდეგაც აი პოლონეთი განწყობილია, რომ თავისუფალი სავიზო რეჟიმი გააუქმოს.
რომ არა საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიული ნაბიჯები, იმიტომ რომ ქართულ პოლონურ ურთიერთობებს ძალიან ისეთი ღრმა ისტორია აქვს და ყველა მთავრობა, რომელიც კი პოლონეთს ყოლია, იყო საქართველოს მიმართ მეგობრულად სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით განწყობილი. თუ ვინმეს ეს ისტორია აინტერესებს, შეუძლია გაეცნოს, მეც დავეხმარები უანგაროდ ხელისუფლების წარმომადგენლებს გულისხმობ და ამიტომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა დღეს პოლონეთისაგან, ხო? ეს არ არის მხოლოდ ზოგადად ევროპული განწყობების დემონსტრაცია, ეს არის ის, რომ პოლონეთიც დღევანდელი ქართული ხელისუფლების ქმედებებს აღიქოვს იგივე საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და დემოკრატიისგან გადახვევა სწორედ არის საკუთარი ეროვნული ინტერესების ღალატი. კარგი, აი ამ ფონზე, შექმნილი ვითარების ფონზე ირაკლი კობახიძე და მთავრობის სხვა წევრები სტუმრობენ უნგრეთს კიდევ ერთი ვიზიტით, ამაზეც მინდა დაგისვათ კითხვა. ბუდაპეშტში ამჯერად საქართველოს-უნგრეთის მთავრობათა შორისი სამიტი გაიმართა, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, უნგრეთთან განიხილება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება. აი რა გაქვთ სათქმელი კობახიძის მორიგ ვიზიტზე უნგრეთში და რას აძლევს საქართველოს უნგრეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაყრმავება? მაგ არ არის ლაპარაკი რაღაც ისეთ სტრატეგიულ უნგრულ-ქართულ ურთიერთობებს, რომლებიც ისტორიულად ასევე ძალიან დადებითად ვითარდებოდა. აქ ლაპარაკი არის, რომ კონკრეტულად ვიქტორ ორბანის ხედვები, პოზიციონირება, როგორც უკრაინასთან მიმართებაში, ისე რუსეთთან უშუალო დამოკიდებულებებში, აი ემთხვევა საქართველოს დღევანდელი მმართველი ელიტის განწყობებსა და ერთგვარად აი მენტორად აირჩიეს ვიქტორ ორბანი. ეს ასე ვერ გაგრძელდება დიდხანს. მე მგონია, რომ თვითონ უნგრულ საზოგადოებაში მწიფდება სერიოზული ცვლილებები. ვფიქრობ, ამას ირეკლავს ორბანის ამას წინანდელი ინტერვიუ, მე მგონი ფრანგულ მედიას მისცა მან ინტერვიუ, სადაც ორბანიც იწყებს რუსეთის კრიტიკას და ევროპულ ერთიანობაზე საუბარს. ანუ ეს გამოხატავს თვითონ უნგრული საზოგადოების არსებითად ევროპულობასა და იმას, რომ როდესაც შენ სრულიად არაევროპულ ნაბიჯებს დგამ, ეს არსად არ მოეწონებათ ევროპის ქვეყნებს გულისხმობ და საქართველოს შემდგომ იზოლაციას გამოიწვევს. რაღაც ეტაპზე ეს პარტნიორობა გაგრძელდება ინერციით ორბანისა და ივანიშვილ კობახიძისა, მაგრამ მე მგონი ამას დიდი მომავალი არ აქვს. ისევ და ისევ თვითონ უნგრული განწყობებისა და ამ განწყობებში ცვლილებებიდან ვიქტორ ორბანის კონკრეტული შეფასებებიც მინდა რომ შეგაფასებინოთ. დაახლოებით 2 კვირის წინ ორბანმა, როცა ბუდაპეშტში უკვე სხვა ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოს მთავრობა, ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში ასეთი განცხადება გააკეთა. ირაკლი კობახიძე არის საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, რომელმაც მოიგო არჩევნები, ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა და დაამარცხა ყველა თავი არ დაუხარა ბრიუსელს, ხოლო გუშინდელ ღონისძიებაზე უკვე ასეთი იყო მისი სათქმელი. საქართველოს მთავრობა არის მხეცი, რომელთან ბრძოლაც ეშინია ევროკავშირს ბრიუსელს. საქართველოში შურს ყველას, ჩვენც შურს თქვენი 7%-იანი ეკონომიკური ზრდა, ღმერთო ჩემო, ეს ხომ დიდი მიღწევაა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი რით იხსნით ორბანის ასეთ აღფრთოვანებას და აჟიტირებას საქართველოში მთავრობის მუშაობით და პერსონალურად ირაკლი კობახიძით? ორბანი არის ავანტიურისტული წინააღმდეგობრივი ბუნების ადამიანი. იგი ხედავს საით როგორ უბერავს ხოლმე ქარი და იმის მიხედვით იქცევა. ჩვენ გვახსოვს, რომ იგივე რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში ორბანი ერთს ამბობდა და საბოლოო ჯამში მეორე გააკეთა. ხო, მისი დისკურსი მაინც და მაინც დიდი იმედი არ უნდა იყოს კობახიძისათვის, გამომდინარე იქიდან რაც წეღანაც თქვი და არც ის უნდა ავიწყდებოდეს კობახიძეს, რომ ასეთივე დიდ ამბებს უმღეროდა ორბანი მიხეილ სააკაშვილს 2011-12 წლებში, როდესაც ორბანი მოვიდა ხელისუფლებაში. და ეხლა საერთოდ არ ახსენებს, ხო? ანუ ჯობია, რომ ესე იგი ცალკეული არც თუ სანდო პოლიტიკური ფიგურების განცხადებების იმედზე კი არ ვიყოთ,
არამედ ვაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს მიესადაგება. ბატონ დავით, უნგრეთამდე იტალიაშიც იმყოფებოდა ერაკლი ყობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად და ერთი კითხვა ამ თემაზეც დავსვათ. მათ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს, ასე ვთქვათ, საზეიმო გახსნაში მიიღეს მონაწილეობა, როგორც ამასთან დაკავშირებით ითქვა და მათ შორის სალომე ზურაბიშვილმაც დაწერა სოციალურ ქსელში, იტალიაში საკონსულო ჯერ კიდევ 2023 წლიდან ფუნქციონირებს. ციტატა: მილანში საკონსულო 2023 წლის 24 ნოემბრიდან ოპერირებს და კონსული დანიშნულია 2023 წლის სექტემბრიდან. ვადა გასული გახსნის ცერემონია, ნახევარი ეგრეთ წოდებული მთავრობის მონაწილეობითა და ზარ ზეიმით. რით უნდა აიხსნას? აი ამ კითხვას სვამს სალომე ზურაბიშვილი. რა არის ზურაბიშვილის მეხუთე პრეზიდენტის მიერ დასმულ კითხვაზე თქვენი პასუხი? იცით რა ცხადია, რომ ახლა ამ ხელისუფლებაში თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხება, ყველას უნდა ესმოდეს, რომ საერთაშორისო ურთიერთობები მინიმუმზე აქვთ დასული და ეს უნდა აწუხებდეთ, ხო? აი ამის იმიტაციას ან ჩანაცვლებას ან შეცვლას ცდილობენ ასეთი ვიზიტებით, მაგრამ აი იტალიის შემთხვევაში ვიცით, რომ იტალიამ ისევა ესეთი მინიმალური ურთიერთობების მოდალობა შეინარჩუნა, შეხვედრები საქართველოს ესეთი მაღალი დონის დელეგაციასთან ჰქონდათ მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და არ ყოფილა არანაირი კონტაქტი, არსებითი კონტაქტი უნგრეთის პოლონეთის ეროვნულ მთავრობის წარმომადგენლებთან. ეს თავისთავად აჩვენებს თუ რა დონეზეა წყალებში, რომ ვთქვათ, ქართულ-იტალიური ურთიერთობები, რაც ირეკლავს ისევ და ისევ ქართულ-ევროპულ ურთიერთობებში არსებულ ჩავარდნას. კარგი, კიდევ ერთი თემა, რაც ასევე პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობას შეეხება, დიდი ბრიტანეთის საელჩოს გაწყვეტილებაა გააუქმოს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას. ხა თვითონ დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, რომ მიზეზია გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ ახალ კანონზე მუშაობის ჯერ კიდევ პროცესში ყოფნა, ანუ ის რომ კანონზე მუშაობა დასრულებული ჯერ კიდევ არ არის, თუმცა ეს არგუმენტი არ ესმით ქართულ ოცნებაში. ბრიტანეთის საელჩოს განცხადება არის გარკვეული თავდასხმა, როცა რამდენიმე დღით ასწრებ გრანტების შესახებ კანონის მიღებას და ზიანს აყენებს სახელმწიფოს, რბილად რომ თქვათ არის ცუდი, ასე ეხმაურებიან, მოკლედ ამ ამბავს მართლ პარტიაში. აი რა შეფასების გაკეთების საფუძველს იძლევა ერთი მხრივ ის, რომ ხედავთ უკვე კონკრეტულ მაგალითებს, როდესაც უქმდება საგრანტო წინადადებები და მეორე მხრივ, აი როგორ ვთქვათ, მართლაც რატომ არ დაელოდა საელჩო იმ რამდენიმე დღეს, როცა გრანტების შესახებ ახალი კანონის მიღება უკვე ოფიციალურად მოხდებოდა. საელჩო მე მგონი დაელოდა, კანონის მიღება მოხდა და ეხლა ხელისუფლება როდის ინებებს კეთილს და როდის ააწყობს თავის სტრუქტურებს, რაც თავისთავად იქნება ისევ ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გაგრძელების ამსახველი, იმიტომ რომ ამ ესე იგი გრანტების კანონზე კონტროლით, შეზღუდვებით ისევ და ისევ იმ ყბადაღებული, თქვათ, უცხოეთის აგენტებად მონათვლა გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და მედიის წარმომადგენლებისაც და ინდივიდებისაც, ვინც მუშაობენ უცხოელ პარტნიორებთან აკადემიურ სფერო თითქოს დაზღვეული აქვთ, მაგრამ ესეც ისეთი ფორმულირებაა საბჭოთა პერიოდში, როგორც იღებდნენ კანონის ფორმულირებებს, რომ თუ დაჭირდებოდა ხელისუფლებას, ნებისმიერს მიუსადაგებდა პასუხისგებლობის საკითხს, ხო? ანუ ხელისუფლება ადგას აი ამ საბჭოთა ტრადიციას, რომ ყველა იყოს კონტროლის ქვეშ, ყველაზე ჰქონდეთ რაღაცა კომპრომატი, ეგრეთ წოდებული მათი გაგებით კომპრომატი და ასეთ პირობებში პრინციპში ბრიტანეთის საელჩოს განცხადება აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი ურტყავს ადგილობრივი არჩევნების ლეგიტიმურობას, რაც ასე თითქოს უნდა ადარდებდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ ნუ როგორც ჩანს, ან არ დარდობენ, ან ვერ აკავშირებენ, რომ აი სამოქალაქო საზოგადოების დარტყმა არჩევნების პროცესს კიდევ უფრო არალეგიტიმურს აქცევს და აი ბრიტანეთის საელჩო თავისი განცხადებით ამას ახსენებს. ამ ვითარებაში ისევ და ისევ ძლიერდება არგუმენტი იმათი, ვინც ამბობს, რომ შეუძლებელია საქართველოში ნორმალურ საარჩევნო გარემოზე საუბარი. მადლობა ბატონ დავით სტუმრობისთვის, თქვენი შეფასებების გაზიარებისთვის. დავით დარჩიაშვილს ვემშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება, ასე რომ დავუვარდეთ.
მაშასე რეკლამის შემდეგ ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას. გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი გიორგი სიორიძე ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო გიორგი და მადლობა რომ შემოგვიერთდით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონ გიორგი, გადაცემის ამ ნაწილსაც ვიწყებთ იმ ადამიანების სასამართლოში დაბარებით, რომლებსაც სოციალურ ქსელ Facebook-ში შეურაცხმყოფელი პოსტების გამო ედავება ქართული ოცნება, საუბარია ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე და მოდით კიდევ ერთხელ ჩამოთვლი იმ ადამიანებს, ვინც დღეს არის დაბარებული სასამართლოში, ნანუკა ჟორჟოლიანი, მარიამ გეგუჩაძე, ვახო სანაია, ვიკა ბუკია, ანა სუბელიანი, ეკა მიშველაძე, ელინე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ბაია პატარაია, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, დეა მამისეიშვილი, ჯამში 12 ადამიანი. აი ხა, არასამთავრობო სექტორში ისმის შეფასებები, რომ Facebook პოსტების გამო სასამართლოში დაბარება ის ახალი საფეხურია და რომ ხელისუფლების მიზანია არა მხოლოდ გამოხატვის, თქვათ, არაპროპორციული შეზღუდვა, არამედ ის, რომ საერთოდ უკმაყოფილების გამოთქმა გახდეს შეუძლებელი. თქვენ რას ფიქრობთ ამ მოცემულობაზე, რა ახალ საფეხურზე შევედით? დღეს არის თბილისის საქალაქო სასამართლოში მათე დევიძის პროცესი, პოლიტპატიმრის, რომელსაც 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება და არ ამგონია ეს შემთხვევითი იყოს ასეთი დიდი ხმაურის გამოწვევა, როდესაც საქმე ეხება აქტივისტებს, ჟურნალისტებს, თქვენს კოლეგებს, პოლიტიკოსებს, იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში გამოხატეს თავისი აზრი, ეს არის კონსტიტუციით დაცული უფლება, გამოხატვის თავისუფლება ერთი მხრივ, თუმცა ამ უფლებას, კონკრეტულ უფლებას აქვს კიდევ სხვა დამატებითი დატვირთვაც, გამოხატვის თავისუფლება აუცილებელი არის არა მხოლოდ როგორც ინდივიდუალური უფლების თვალსაზრისით, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებობდეს დემოკრატია. ეს ასე არის განმარტებული კიდეც სამართლებრივ ლიტერატურაში, ეს დატვირთვაც აქვს და ორმაგად შემზღუდველი არის ის დრაკონული კანონები, რომელიც მიიღო ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, თუმცა მეორე მხრივ ასე უნდა შევხედოთ, როგორ ნაბიჯ შეიცვალა ქართული ოცნება ბოლო წლების და განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. ეს არის წარმოუდგენელი რამ სოციალურ ქსელში გამოხატული აზრისთვის და სიტყვებისთვის ადამიანების პასუხისგებაში მიცემა. ასეთი რამ ხდება ალბათ მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე უკიდურესი ავტორიტარიზმის და ტოტალიტარ ქვეყნებში, სადაც არის საერთოდ სოციალური ქსელი და ეს არის ის, რაზეც ჩვენ საუბრობდით თუნდაც 2 წლის წინ, როდესაც რუსული კანონი დააინიცირეს, როდესაც ქართული ოცნება ამბობდა, რომ ეს მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და ის მომდევნო ნაბიჯები, რაზეც ჩვენ მიუთითებდით, როგორც მოხდა ეს ბელარუსში, როგორც მოხდა ეს რუსეთში, ეს არ ემუქრებოდა საქართველოს და ახლა ყველაფერი დამტკიცდა, ხო? რეალურად შეიძლება მალე გაგვითიშონ Facebook-ი, გაგვითიშონ სხვა მნიშვნელოვანი ქსელები, იქნება ეს Twitter-ი, Instagram-ი თუ სხვა, სადაც იქნება სივრცე ადამიანებისთვის, რომ გამოხატონ თავისი აზრი, სამართლებრივ ნაწილს რომ თავი დავანებოთ. იმის რომ ხელისუფლება მიზანს მიაღწიოს და ქვეყანაში ასე თქვათ უკმაყოფილება გაქრეს. ყოველ შემთხვევაში ვერავინ გაბედოს ამის საჯაროდ დაფიქსირება. მე ვფიქრობ, რომ ასეთ ტიპის ქმედებებს, რომელიც ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, მხოლოდ და მხოლოდ უკურეაქცია შეიძლება მოჰყვეს, მათი განზრახვა ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევს მიზანს, შეუძლებელია 21 საუკუნეში ქართულმა საზოგადოებამ, რომელმაც დაამტკიცა თუ როგორი მებრძოლი არის, როგორი თავისუფლების მოყარე და შეუგუებელი არის, რომ ის დაჰყვეს ქართული ოცნების ამ პოლიტიკას, რომ გაქრეს ამ ქვეყანაში თავისუფალი აზრი, მიუხედავად მათი მცდელობებისა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის სიმპტომი განწირული რეჟიმების, შეიძლება ეს დღე და ეს ბრძოლა, რომელიც ჩვენ გვაქვს დარჩენილი რეჟიმის ცვლილებამდე კიდევ რაღაც პერიოდი გაგრძელდეს, თუმცა მე დარწმუნებული იმაში ვარ, ეს არის ბოლო ფაზა ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ რამდენადაც შემზღუდველი, იმდენად არაადეკვატური, არაგონივრული არის და მიიღებენ მხოლოდ და მხოლოდ იმ შედეგს, რომ ხალხის პროტესტი და რისხვა უფრო მეტად გაიზრდება. შესაბამისად, ასე უნდა შევხედოთ ჩვენს
და მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები ჩანს და ალბათ ღიადაც რომ გაჩერებას არაპირებს ქართული ოცნება. ხო, აი მაგალითად თქვენ მათე დევიძე ახსენეთ და ეს არის ის საქმე, რომელზეც აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა. ბიჭი, რომელიც აქციებზე დაკავებული ერთ-ერთი მომიტინგია, ერთ-ერთი რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. აი დღეს შესაძლოა განაჩენი გამოცხადდეს, ხო, აი თქვენც აღნიშნეთ ინტერვიუს დასაწყისში ამის შესახებ. რა მესიჯს გაუგზავნის ქართული ოცნება პოლიტიკური თუ სასამართლო ხელისუფლებას, საზოგადოებას, რიგით მოქალაქეებს თუ კი დღეს მათე დევიძეს რამდენიმე წლით გაუშვებენ ციხეში? პოლიტპატიმრების საკითხი ზოგადად ქართული ოცნებისთვის არის ბერკეტი შანტაჟისა, ისინი ცდილობენ დააშანტაჟონ საზოგადოება, დააშინონ თვითონ პოლიტპატიმრები, იმიტომაც არიან სინდისის პატიმრები, უკლებლივ ყველა, რომელთაც აჩვენეს, რომ ამდენი თვის და ზოგიერთი უკვე წლის განმავლობაშიც ის არის რუსული კანონის აქციების დროს დაკავებული, აჩვენეს მაგალითი ბრძოლისა, მაგალითი შეუპოვრობისა, მათ ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ, თუმცა რეალურად მათი ქმედებები ის ღირსეული ქცევა, როგორიცაც გამოირჩევიან ის მიმართვები, ის გზავნილები, რომელიც მათ აქვს საზოგადოების მიმართ, არის პირიქით ინსპირაციის მომცემი დანარჩენი საზოგადოებისთვის, წინააღმდეგობაში მყოფი ადამიანებისთვის და ეს მაგალითები მე დარწმუნებული ვარ, რომ ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში, როგორც ნიშანი შეუპოვრობისა და ესე ხდებოდა ხოლმე. სხვა ქვეყნების ისტორიაც ამას მოწმობს, ასეთი ადამიანები ქმნიან სწორედ პროტესტის სულს, მის სულის კვეთებას, შესაბამისად ქართული ოცნების ეს მცდელობაც მხოლოდ და მხოლოდ გაზრდის უკმაყოფილებას და პროტესტს, იმიტომ რომ ადამიანებს არ ეშინიათ, არ შეეშინდებათ და ყველაფერი უკუღმა მოუბრუნდება ქართულ ოცნებას და დარწმუნებული ვარ, მალე დადგება ამ ქვეყანაში ის დრო, რომ ყველა, უკლებლივ ყველა, ვინც თანამონაწილე არის აი ამ დანაშაულებრივი პოლიტიკის შემუშავებისა და მისი აღსრულებისა, აუცილებლად მიეცემა სამართლებრივ პასუხისგებაში და პოლიტიკურ პასუხისგებაში. რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ადგილობრივ არჩევნებზე, თუმცა იქამდე დონალდ ტუსკის განცხადება განხილვის საგანი, ამიტომ მის პოზიციაზეც და განცხადებაზეც კითხავთ, მზად ვარ ყველა მეთოდი გამოვიყენო საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რომ არალეგალური მიგრაციის რისკი შევამციროთ, საჭირო უმრავლესობას ვქვნით, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოდან. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გუშინ მისი ქვეყნის პარლამენტში ისაუბრა არა ესე ვთქვათ ლეგალურ მიგრაციაზე და ამ კონტექსტში ახსენა სწორედ საქართველო. აი რას უნდა ვაკეთებდეთ ახლა პოლონეთი თუ ზოგადად ევროკავშირთან მიმართებაში იმისთვის რომ ამ გადაწყვეტილების წინაშე არ დავდგეთ. დონალდ ტუსკის განცხადება მიემართებოდა და ეს პირდაპირაც იქნა აღნიშნული ავტორიტარულ სახელმწიფოებს და იქიდან წამოსულ მიგრაციას და ვინაიდან საქართველოს ამ კონტექსტში იქნა ნახსენები, კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ დიახ, ქართული ოცნება, როგორც არალეგიტიმური რეჟიმი, წარმოადგენს სწორედ ავტოკრატიას და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც ასეთი დიდი პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს ქართული სახელმწიფო და მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ავტორიტარიზმის მომტანი ძალა ქართული ოცნება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს დიდი მონაპოვარი, რაც ჩვენ გვქონდა უვიზო მიმოსვლის სახით, დადგა ახლა რისკის ქვეშ და სხვა მაგალითებსაც მოვიყვანთ, ხო, ბელარუსთან და რუსეთთან იყო გამარტივებული რეჟიმები, რომელიც ასევე შეიცვალა, სწორედ იმ პოლიტიკის გამო, რომელიც მათ გაატარეს და რომელიც გულისხმობს აი ამ სრულ გარყვნას, ხო, პერვერსიას დღევანდელ ბელარუსამდე და დღევანდელ რუსეთამდე. შესაბამისად ტენდენცია არის შესამჩნევი. ამდენად იმის მაგივრად, რომ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ყველაფერს ცდილობდეს ევროკავშირთან როგორც გაერთიანებასთან, მის ცალკეულ ქვეყნებთან ურთიერთობის ნორმალიზებას, უშუალო კონტაქტების დამყარებას და როდესაც საქმე ეხება ქვეყნის და საზოგადოების ასეთ მნიშვნელოვან ინტერესს, ჩვენ ხედავთ იმ ღვარძლის მიაღვარს მიზანმიმართულ პოლიტიკას დისკრედიტაციისა ევროკავშირისადმი, ევროპული ღირებულებებისადმი
და ანტიევროპული განწყობების ხელშეწყობას, რასაც აკეთებს ქართული ოცნება. ყველაფრის საწინააღმდეგოს იმისას, რასაც ამ შემთხვევაში უნდა აკეთებდნენ, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის მათი გამიზნული პოლიტიკა, რათა მოგწყვიტონ ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ორბიტას და გადაგვიყვანონ საბოლოოდ რუსულ ორბიტაზე, მოგვაქციონ სრულ იზოლაციაში. კეთილ. გადავიდეთ მოდით ადგილობრივ არჩევნებზე და ამასაც დაუთმოთ ცოტა დრო. გუშინ თქვენი პარტიის ლიდერები სალომე ზურაბიშვილთან იმყოფებოდნენ. იქიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ კი ასეთი რამ თქვა: სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრების მიზანია აღდგეს ძლიერი ერთობა, რომ ერთიანი სტრატეგიით, სწორი პოლიტიკით დავამარცხოთ რუსული რეჟიმი. ხა არ ვიცი, ყოველთვის მე ასეთი შთაბეჭდილება დამჩა, რომ ცოტა ბუნდოვანი იყო ხაზარაძის განცხადება, ამიტომ იქნებ თქვენ განმარტოთ ზუსტად რაზეა საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ ერთობის მიღწევა მოხდეს იმისთვის, რომ ერთიანი ძალებით შეხვიდეთ ადგილობრივ არჩევნებში, თუ საუბარია იმაზე, რომ ერთიანი ძალებით ებრძოლოთ ქართულ ოცნებას უკვე მუნიციპალურ არჩევნების მიღმა. სალომე ზურაბიშვილთან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ვიზიტი სწორედაც რომ ემსახურებოდა ერთიანობის აღდგენას, მის მიღწევას, რომელიც არ არის დღეს ინფორმით, როგორითაც ჩვენ თუნდაც თავის დროზე გქონდა დაინიცირებული ჯერ კიდევ დეკემბერში, რის გამოც ჩვენ ვიმყოფებით წინააღმდეგობის პლატფორმაში სალომე ზურაბიშვილთან. უნებრივია, როდესაც ახლა დადგა დრო და ჩვენ განვაცხადეთ ამ დისკუსიის შესახებ, დისკუსიის გახსნის და მისი საჭიროების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც დამატებით ბრძოლის ველზე შესვლისთვის, ხო, რომელიც სინამდვილეში მთავარ მიზანს და მთავარ ფოკუსს უნდა მოემსახუროს, ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების და სინდისის პატიმრების გათავისუფლების გზით რეჟიმის ცვლილება ამ საკითხზე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი საბოლოო ამოცანა არის რეჟიმის ცვლილება და არა მაგალითად საპარლამენტო არჩევნები როგორც ასეთი, მხოლოდ ეს მიზანი არ არის, ხო? ამის შედეგად უნდა მოყვეს კრიზისის გადაჭრა და რეჟიმის ცვლილება. ამასთან დაკავშირებით, რადგანაც ერთიანობა არის მნიშვნელოვანი და საზოგადოების დაკვეთა, ყველა საკითხთან მიმართებაში უნდა არსებობდეს ერთიანობა, ყველა გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით უნდა იყოს ერთიანობა, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება, არამედ ყველა სხვა საკითხებს, ამასთან მომიჯნავე საკითხებს, რაც გულისხმობს ჩვენი მთავარი უწყვეტი და ქუჩაში გამოსული ადამიანების მიერ განსაზღვრული მიზნის მიღწევას. მოდიან დისკუსიის მაგიდასთან, სადაც ოპოზიციურ ძალებს ეპატიჟებით სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, ეს მაგიდა ამ მაგიდასთან ხომ არ რჩებით მარტო, ასე ვთქვათ. ეს პროცესი ხომ რეალურად ახლა დაიწყო, ამაზე რამდენიმე დღეა სულ ამაზე დისკუსია არის გახსნილი, პოლიტიკური პროცესი უკვე ამ თვალსაზრისით არის გამოცოცხლებული, ვაკვირდებით, ხო? რამდენიმე დღეა. შესაბამისად, გუშინ იყო სალომე ზურაბიშვილთან ვიზიტი სწორედ ამ მიზნით და ჩვენი ძალისხმევა სწორედ აქეთკენ იქნება მიმართული, რომ ყველა მნიშვნელოვანი პროდესალური პოლიტიკური ძალა და არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ფორმატში ბუნებრივია საუბარი არის პოლიტიკურ ძალებზე, მაგრამ ჩვენ კონსულტაციებს და შეხვედრებს ვაწარმოებთ ასევე სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებთან და ასე შემდეგ. აი ვიდრე სხვებზე გკითხავთ, იქამდე ისევ პოლიტიკოსებთან დისკუსიის ნაწილში. გუშინ მამუკა ხაზარაძემაც თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრების მიზანია ოპოზიციური ერთობის, აი წინააღმდეგობის პლატფორმის აღდგენა, რომელიც შექმნილია სწორედ სალომე ზურაბიშვილის კარზე. აი გულწრფელად ამის რა შანსები არსებობს? ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პლატფორმაზე სხვილი პარტიები, როგორც არის ნაციონალური მოძრაობა, გახარიას პარტია და პარტია ახალი, აღარ არიან წარმოდგენილნი. მიუხედავად იმისა, რომ კოალიციური პარტნიორები, ხო, დროა, გირჩიმეტი, თავისუფლება, სტრატეგია, აღმაშენებელი იქ არიან. შესაბამისად, ვინაიდან თავარი ელექტორალური მხარდაჭერა და სხვილი ელექტორალური მხარდაჭერა, რომელიც დგას ოპოზიციური კლასის მიღმა, ხო, პროდასალური ოპოზიციური კლასის მიღმა, სწორედ ამ ძალების ჩართულობით არის და მათი წარმომადგენლობით იქნება მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი. აი ამიტომ არის და ამდენად არის მნიშვნელოვანი ამ ერთობის მიღწევა და დისკუსიის გამართვა. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ამისათვის. ბუნებრივია, ყველა პოლიტიკური პარტია თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, ისევე როგორც ჩვენ
დანარჩენი გამოჩნდება ჩვენ პატივს ვცემთ ყველას გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენი ძალისხმევა მომდენო დღეების განმავლობაში და მომდენო პერიოდის განმავლობაში იქნება მიმართული სწორედ აქეთკენ, რომ შედგეს ეს ერთობა და კონსენსუსი გარკვეული თვალსაზრისით. კარგი, რაც შეეხება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრას, ახლა როგორც ვიცით, საულის ზურაბიშვილამდე ლელო აქციებზე დაკავებული პირების მშობლებს, ასევე იმ აქტივისტებს შეხვდა, რომლებიც ყოველ საღამოს იკრიბებიან რუსთაველის გამზერზე. ხო, აი მათთან შეხვედრებმა როგორ ჩაიარა? რამდენად შეძელით მათი დარწმუნება, რომ მუნიციპალურ არჩევნებში შესვლა ეს შეიძლება იყოს არ ვიცი, ბრძოლის ახალი ფრონტი, რომლის გამოყენებაც უნდა მოხდეს ოპოზიციური სპექტრის მხრიდან, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში დაპატიმრებულ პირთა ოჯახები, ისე როგორც თვითონ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტები, კატეგორიული წინააღმდეგი არიან გიხილონ ადგილობრივ არჩევნებში. დიახ, მე ვფიქრობ, რომ თვითონ ეს ფაქტი არის აბსოლუტურად სწორი, გამართლებული ყველანაირი თვალსაზრისით და სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრა სწორედ იმას მიანიშნებს, თუ რამდენად საჭირო არის დისკუსია, არგუმენტების მიმოცვლა, იმიტომ რომ ჩვენი არგუმენტები არის ძალიან მყარი, ბევრი არგუმენტი გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ხდება ამ არგუმენტების გაზიარება, თავი მაინც ეს არის რამდენად ახერხებს სხვების განწყობას, რომ თავი არის სწორი. ბუნებრივია, თავი არის, რომ პროცესი მიმდინარეობს და არაერთგვაროვანი არის ამისი აღქმა, თუმცა საბოლოო ჯამში მე ძალიან პოზიტიურად უყურებ ასეთი ტიპის შეხვედრებს. არიან ადამიანები, რომლებმაც გაიზიარეს, ზოგი იზიარებს ამ არგუმენტს, ზოგი შეიძლება ისევ თავის პოზიციაზე რჩება, თუმცა როგორც მინიმუმ ეს დიალოგი და დისკუსია ვინაიდან შედგა და ეს არ არის დასრულებული პროცესი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითო შეხვედრა შედგა და შემდეგი შეხვედრები არ არსებობს, არ იგეგმება, პირიქით, მათი მხრიდანაც არსებობს მზაობა და ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს არის ჯანსაღი საზოგადოებრივი პროცესი ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წინ. მადლობა ბატონ გიორგი სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით გიორგი სიორიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია, თუმცა დღეს ხუთშაბათია და საღამოს 9:30-ზე უკვე თავისუფალ სტუდიაში შევხვდებით ერთმანეთს, ასე რომ მე მხოლოდ დროებით დაგემშვიდობებით.